მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთხელ და მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩემთან ერთად ხართ. მადლობა არხის გამომწერებს, მადლობა კომენტარის ავტორებს, ვისაც არ გამოგიწერიათ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ. ჩემო ძვირფასებო და მინდა შემოგთავაზოთ გაშლა ორ ვარიანტზე. ჩაიფიქრეთ სურვილი ან საქმე რაიმე და ვნახოთ თქვენთვის როგორი შესაძლებლობები იქნება იმ საქმის ან იმ სურვილის ასრულების ან რეალიზაციის, ხო, ვნახოთ კარები თქვენთვის გაღებული იქნება თუ რა უნდა მოიმოქმედოთ იმისთვის, რომ დახურული კარები გააღოთ, ხო? ორ ვარიანტზე გავაკეთებ, გამოვიყენებ მე 78 კარის დასტას იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ თქვენს კითხვაზე პასუხის მიღება, ხო? რა შესაძლებლობის კარი იხსნება თქვენთვის და როგორია შანსი იმის, რომ ჩაფიქრებული სურვილი ან საქმე აგისრულდეთ. ორ ვარიანტზე გავაკეთოთ, ჩემო ძვირფასებო. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, აი ასე. დავდებ მე კარტებს. ან აი ასე რომ ჩანდეს პირველი და მეორე, ჩემო კარგებო, აირჩიეთ ვარიანტი, მე მგონი ჩანს. პირველი და მეორე ვარიანტი. აირჩიეთ, ჩაიფიქრეთ, იფიქრეთ იმ საკითხზე, რაც გაინტერესებთ და მიიღეთ პასუხი. მე დავიწყებ, ვნახოთ პირველი ვარიანტისთვის. რა კარებია გახსნილი, ან თუ არ არის გახსნილი, შემდეგ ვნახოთ რა უნდა მოიმოქმედოთ იმისთვის, რომ გაიხსნას ეს კარები, ხო? ნახეთ, სხვათა შორის 7-იანი თასი ამოვიდა. 7-იანი თასი შეიძლება ამ მომენტისთვის ძალიან ბევრი რაღაც ჩანაფიქრი გაქვთ. ძალიან ბევრი სურვილი გაქვთ და შესაძლებელია ამ მომენტისთვის კონკრეტული თქვენს იმდენად რაღაც ბევრი ჩანაფიქრი და სურვილი გაქვთ, რომ კონკრეტიზაცია აკლია თქვენს სურვილს, თქვენს ჩანაფიქრს. იმისთვის, რომ რაღაც შედეგი მიიღოთ, გჭირდებათ კონკრეტიზაცია, ხო, რაღაც საქმესთან დაკავშირებით. არ აქვს მნიშვნელობა. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენი ძალიან ბევრი შესაძლებლობა გაქვთ, ძალიან მრავალფეროვანი შესაძლებლობა გაქვთ იმის, რომ თქვენი ჩანაფიქრი ასრულდეს, მაგრამ ცოტა ზედმეტად ასე ვთქვათ, ბევრი გინდათ ერთნაირად მიიღოთ. ბევრი სურვილი გაქვთ იმისთვის, რომ აი ერთნაირად გინდათ, რომ ყველაფერი თითქოს ისიც მიიღოთ, ისიც მიიღოთ და კონკრეტიზაცია აკლია და ასევე შესაძლებელია ცოტა გადამეტებულად მარტივად უდგებით ამ საკითხს, ხო? იმისთვის თქვენთვის, რა თქმა უნდა, მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ის საკითხი, რაც გაინტერესებთ პირველ ვარიანტს, ის თემა, ის სურვილი, რაც გინდა რომ აგიხდეთ, ხო? შესაძლებელია მასზე პასუხი მიიღოთ ძილში, რაღაც მინიშნების სახით. გასწავლით ერთ პატარა ტექნიკას, ძილის წინ, სანამდე დაწვევით და დაიძინებთ, საკუთარ ქვეცნობიერს დაუსვით კითხვა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც გაინტერესებთ და პასუხს აუცილებლად მიიღებთ ძილში. ეცადეთ, რომ კონცენტრირება გაუკეთოთ და მოახდინოთ რაღაც ფოკუსირება ერთ საკითხზე, ჩემო პირველ ვარიანტო, ვინც აირჩეთ. რა თქმა უნდა, შესაძლებლობა იმის, რომ თქვენი ჩანაფიქრი, თქვენი ოცნება ასრულდება დიდია, უბრალოდ გჭირდებათ, რომ ფოკუსირება გააკეთოთ ერთ კონკრეტულ მიზანზე, ერთ კონკრეტულ სურვილზე, ერთ კონკრეტულ საკითხზე. ცოტა დაბნეული ხართ ამ მომენტისთვის და ცოტა ვარდისფერი სათვალით უყურებთ. თითქოს როგორც უკვე გითხარით, ბევრი სურვილი გაქვთ, ბევრი რაღაც გინდათ ამ ეტაპზე, რომ რაღაც სხვადასხვა საკითხი, ხო, ან სხვადასხვა რაღაც სურვილი რომ აგისრულდეთ და 78 კარის დასტა გვეუბნება, რომ დაკონკრეტდით და შესაძლებელია ის, რაც გაინტერესებთ, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, პასუხი მიიღოთ ძილში. ენდეთ, თასები ამოვიდა, ხო, 7-იანი თასი, ინტუიციას ენდეთ და გააკეთეთ არჩევანი, სწორი არჩევანი. შეგეშინდებათ, იქნებით ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, იცით, გაურკვევლობაში დაკონკრეტდით და აუცილებლად შეგესრულებათ თქვენი ჩანაფიქრი. აი ეს იყო პირველი ვარიანტისთვის, რაც მინდოდა მეთქვა. მეორე ვარიანტი, მოგესალმები, ჩემო მეორე ვარიანტო და ვნახოთ თქვენი ჩანაფიქრი, თქვენი სურვილი როგორ განხორციელდება. ნახეთ, ჩემო კარგებო, ამ მომენტისთვის ის, რაზეც თქვენ ფიქრობთ,
რაღაცნაირად მიგაჩნიათ, რომ როგორც ლაბირინთიდან გამოსავალი ძნელია, ხო? გამოსვლა ძნელია ლაბირინთიდან. ქაოსი გაქვთ ერთი სიტყვით გონებაში. ქაოსი გაქვთ გონებაში. შეიძლება ითქვას, რომ მიუღწევლად მიგაჩნიათ ამ მომენტისთვის იმ ჩანაფიქრის ან იმ სურვილის განხორციელება, რაც გინდათ. მაგრამ 78 კარის დასტა გეუბნებათ, რომ თქვენი ანალიტიკური გონება, თქვენი საღი გონება დაფიქრდით, ისე იმოქმედეთ, დაუსვით წერტილი თუ რაიმეში ეჯგეპარებათ და თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მოიკრიბეთ გონება და ყველაფერი გამოგივათ. ჩემო ძვირფასებო, ნახეთ, გამოსავალი კარები არსებობს აქ. უბრალოდ თქვენ გჭირდებათ, რომ დაფიქრდეთ და აი დაფიქრებულად იმოქმედოთ, საღი გონებით იმოქმედოთ და აი ეს ნერვიულობა რაც გაქვთ და შიში რაც გაქვთ იმის, რომ აი რაიმე არ გამოგივათ, ან არ აგისრულდებათ, აი ეს შიშები მოიშორეთ. უბრალოდ გჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება და საღი გონება, ჩემოგარგებო. კი, ნამდვილად ის შიშები, რაც თქვენ გაქვთ, უნდა მოიშოროთ. და კიდევ დავამატებ იმას, რომ აუცილებლად მიიღებთ თქვენთვის იმ შედეგს, რაც გინდათ რომ მიიღოთ, უბრალოდ ცოტა დროა საჭირო. ცოტა მეტი მოთმინებაა საჭირო და ცოტა მეტი სიცხადე გონების. აი ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა. მადლობას მოგახსენებთ სულ ყველას, ვინც დრო დამითმო. ძალიან მაინტერესებს თქვენი კომენტარები, დამიტოვეთ და გამომეხმაურეთ. ასევე დამიტოვეთ თქვენი სურვილები, ჩემო ძვირფასებო, რა თემაზე გსურთ გაშლა, მე აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს თხოვნას. მადლობა და ნახვამდის.